საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობის ბრალდები დაკავებული ზვია ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებენ, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გრიგოლ ჭანდურიძის თქმით, მან სახის არეში დაზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვის ფილით მიიღო. მისი განმარტებით დღემდე მკურნალობს. ადვოკატების მიერ დასმულ კითხვაზე დაინახა თუ არა კონკრეტულად ვინ ესროლა ნივთი, მოწმემ განაცხადა, რომ კონკრეტული პირი არ დაუნახავს. დღევანდელ სხდომაზე ასევე ბრალდებულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს კოალიცია ცვლილების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს, რომელიც გუშინ დააკავეს. შეგახსენებთ, რომ საქმეზე ბრალდებულ 8 პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თავიდან შვილებაში მიდიოდა აქცია. ისეთი არაფერი, მაგრამ აი 11 საათის მერე აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო. რაში გამოიხატა ეს აგრესია? მათ ხვედებაში. შეძახილები, ნივთების სროლა, პოლიციის თანამშრომლებს მათ შეურაცხყოფა. რა შეგეთქვათ თქვენ? მე მივიდე დაზიანება სახის არეში. ჩამიტარდა ოპერაცია უბრალოდ მეორე გასაკეთებელი აქვს კიდე და ფილა მოხდა, ნასროლი ქვის ფილა მოხდა სახის არეში. ვინ გესწოლა თუ დაინახეთ? არა, მაგინ არ დამინახია, იმიტომ რომ მიღებებით იყვნენ და რავი, ეხლა იქ ზუსტად ვცდილობდი მაქსიმალურად ამეცილებია, ბევრი ავიცილე, მაგრამ ჩემს რესურსს მერე გადააჭარბა მაგაცილების სიტუაციამ და ერთ-ერთი მხვა მოხდა თავში. უხურად განხორციელდა ჩემს მიმართ ძალადობა და ვინაც მიიღო ორგანიზატორი ნებათ მონაწილე იქნება, უნდა კანონის წინაშე უნდა აღონ პასუხი ამხანა. ეს რაც მოხდა, ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზებული იყო თუ არა, დანამდვილებით შეგიძლიათ გითხრათ თუ არა? ან კი გითხარით ან არა? მაგას გამოძიება დაადგეს თქვენ შეგიძლიათ რომ მე არ დამინახია, მე თქვი გავეცი პასუხი რომ მე არ დამინახია ეს პიროვნებები, მათ ჩაიდინეს თუ არა ჩემს მიმართ კონსახით, თორე იქ აქციის მონაწილეებმა რომ ჯგუფური ძალადობით ჩაიდინეს დანაშაულდა. თქვენი პასუხი მივიღოთ თუ არის? ასე გასული რაც არის მიიღეთ და თქვენ შეაფასეთ.